მოგესალმებით. დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ერთიანობა. ამას ემატება ისიც, რომ ერთიანი პოზიციის შენარჩუნება რთულდება ისეთი მიმართულებების მიმართ, როგორიც არის არალეგალური მიგრაცია და LGBT იდეოლოგია. ამ ჩამონათვალს ახლა უკვე ბრიუსელის დიქტატის დამყარების მცდელობებიც ემატება. დღეს უკვე აღარ არის დასამალი, რომ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რათა წევრმა ქვეყნებმა სუვერენიტეტი სრულად დათმონ. საუბარია იმ ნაწილზე, რაც თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ხაზს ეხება და ყველაფერი ევროკომისიას, ანუ ურსულა ფონ დერ ლაიენს გადასცემ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვან ვეტოს უფლებაზე ევროკავშირის საბჭოში საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. ამას თუ დავუმატებთ შტატებთან ურთიერთობების გაგრილებასა და საგარეო პოლიტიკაში სირთულეებს, გასაგები გახდება თუ რატომ ისმის ევროკავშირის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისგან ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მისი პოლიტიკის კრიტიკა. ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი თითქმის ერთდროულად აკრიტიკებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მიზეზი ბორელისთვის ევროკავშირის სუსტი პოზიციების დაფიქსირებაა შტატებთან მიმართებით, როგორც ირანში ომის, ისე სავაჭრო შეთანხმების საკითხში. შარლ მიშელი პრობლემას თავად ურსულა ფონ დერ ლაიენის პიროვნებასა და მის ძალაუფლების მოყვარეობაში ხედავს. ასეთ კრიტიკაში განსაკუთრებით ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან ორი მიზეზი უნდა დავინახოთ. ერთი შეიძლება იყოს ობიექტური რეალობის აღწერა, მეორე კი მათი პოლიტიკური ინტერესები. ბოლოსაბოლოს არც მიშელი და არც ბორელი ფონ დერ ლაიენის თანამდებობის დაკავებაზე უარს არ იტყოდნენ. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ევროკავშირი დიდ გეოპოლიტიკურ თამაში მხოლოდ დამკვირვებლად გადაიქცა. ბრიუსელის ბიუროკრატიას, ურსულა ფონ დერ ლაიენს, კაია კალასა და ევროკომისრებს საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ კომენტატორების როლი აქვთ დარჩენილი. შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრძელებს იმ ხაზს, რაც ჰქონდა. მათ არც რუსეთთან მოლაპარაკებებში რევენ და არც ირანთან ურთიერთობაში ეკითხებიან რამეს. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია აქეთ აყვედრის უმოქმედობას ევროპელ ლიდერებს და თავად ტრამპი მთლად ნატოში ურთიერთობების გადახედვით იმუქრება. ტრამპის პოზიციით დღევანდელი ევროკავშირის როლი მხოლოდ შტატები ევროკავშირის ინტერესებით განისაზღვრება და ისიც შტატების სასარგებლოდ. ასეთი გამოწვევების დროს კი უკვე ჩვეულებად იქცა, რომ ევროკომისრები და ბრიუსელის ბიუროკრატია ისევ საქართველოსთვის უნდა იცლიდნენ და თან მუდმივად უკმაყოფილო პოზიციიდან სანქციებს ითხოვდნენ. ამ ფონზე არაფერს ამბობენ უკრაინასა და მოლდოვაზე, სადაც ოპოზიციური მედიების დახურეს, ოპოზიციური პარტიებიც გააუქმეს და ოპონენტების დაეჭირეს. სამაგიეროდ, საქართველოსთან მიმართებით მუდმივად სანქციები აკერიათ პირზე. როგორ მწიფდება ბრიუსელის ბიუროკრატიაში შიდა დაპირისპირება, ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტში. მე მაქვს ჩემი აზრი მის პიროვნებაზე. არსებობს სუპერავტორიტარული მმართველობა. ეს შიგნიდან ვნახე. ეს არ ყოფილა რიგითი პოლიტიკური ოპონენტის განცხადება ან რომელიმე ანალიტიკოსის შეფასება. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ევროპული პოლიტიკის ტოპ ხელმძღვანელობის ნაწილი იყო. შარლ მიშელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში ცხადია ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საკმაოდ ახლო სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა. დღეს კი დუმილს არღვევს და აცხადებს. დღეს კომისია ცდილობს კონტროლის აღებას. ეს არ შეესაბამება ხელშეკრულებას. რაც პირდაპირი დადასტურებაა იმ ფაქტისა, რასაც მემარჯვენე პარტიები თუ დიპ სტეითის გავლენებისგან თავისუფალი ჯგუფები აღნიშნავენ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი განასახიერებს იმ ევროპული არქიტექტურის საწყის იდეის ღალატს, რომელიც ძლიერ ერთაშორის თანამშრომლობას დაეფუძნა, ანუ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი აქვთ. მიშელის განცხადება კიდევ ერთხელ ამყარებს პოზიციას, რის თანახმადაც ევროკომისია საკუთარ მანდატს დიდი ხანია გასცდა და ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს. როდესაც ერევა ისეთ საკითხებში, რომლებიც წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილების ნაწილი უნდა იყოს. ასეთია განათლება, მიგრაცია, კულტურა, თავდაცვა. მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი მორჩილი ჯგუფები ხისტად ცდილობენ წევრ სახელმწიფოებზე ზეწოლის მოხდენას, რათა დაუქვემდებარონ ერთიან სტანდარტს, ერთი აზრის დიქტატს, რათა დიპ სტეითისვე მართულმა ბრიუსელმა შემდეგ თავად დაამყაროს ერთპიროვნული კონტროლი 27-ვე წევრ სახელმწიფოზე. შარლ მიშელის ინტერვიუზე დაყრდნობით ბრასელს თაიმსი გვეუბნება. საერთაშორისო საქმეებზე რეგულარული პირისპირ საკოორდინაციო შეხვედრების გამართვის შესახებ მისი წინადადება, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირის ერთიანი ხმით საუბრის უზრუნველყოფას, ფონ დერ ლაიენის მიერ, როგორც თავად მიშელი ამბობს, სისტემატურად უარყოფილი იყო.
ამ შიდა ომისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი პირველი საჯარო დემონსტრირება 2021 წელს ანკარაში ვიზიტისას ვიხილეთ, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდნენ, ხოლო დარბაზში მხოლოდ ორი სავარძელი იყო. ერთი რეჯეფ ტაიფ ერდოღანისთვის, ხოლო მეორე სავარძლისთვის ჩუმ ბრძოლაში მიშელმა გაიმარჯვა. ევროკომისიის პრეზიდენტს კი იქვე შორი ახლოს დივანზე მოუწია ჩამოჯდომა. ეს ცნობილი ინციდენტი ბევრად უფრო ღრმა დისფუნქციის სიმბოლოდ იქცა, ვიდრე უბრალოდ პროტოკოლის საკითხია. მაშინ ევროკომისიის აპარატმა სიამოვნებით გაავრცელა აზრი, თითქოს მიშელი ცდილობდა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებას, თუმცა თავად მიშელის მონათხრობი ბრიუსელის მზაკრულ ტაქტიკაზე აკეთებს აქცენტს. პროტოკოლის სრულყოფილად იყო დაცული. ყველა მიცის და ნახა, როგორ გადაწყვიტა კომისიამ ამ ინციდენტის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ეცადა მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მეტი ინსტიტუციური ძალაუფლება და ჩარეულიყო ისეთ საკითხებში, რომლებიც არ შედის კომისიის კომპეტენციაში. და მსგავსი დაპირისპირებების და შიდა გავლენებისთვის ბრძოლის ფონზე ბრიუსელი ევროკავშირის ცენტრი, რომელიც საკუთარ თავს თანამედროვე დემოკრატიის მორალურ კომპასად მიიჩნევს, ყოველდღიურად წერს დირექტივებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა, რა არის სწორი და რა არ შეიძლება გააკეთონ სუვერენული ქვეყნების ლიდერებმა. ეს გამოცდილება საქართველოს საკმაოდ დაუგროვდა. წლების განმავლობაში ხომ ეს პოლიტიკური მანქანა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე და ხისტად ერევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში. თუმცა მიშელის აღსარებამ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადა ერთი პრობლემა. სანამ ბრიუსელი სხვებს დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს, სანამ ევროკავშირის უმაღლესი ჩინოვნიკები თბილისში ვიზიტებისას თუ ბრიუსელის დერეფნებიდან ქართულ საზოგადოებას დემოკრატიის ხარისხზე მორალს უკითხავენ და დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ძალაუფლების კონცენტრაციაზე საუბრობენ, თავად ევროპული მმართველობის გულში ნამდვილი სისტემური კრიზისი აქვთ. მე მაქვს ჩემი აზრი მის პიროვნებაზე და ჩემი განზრახვა არ არის დღეს პიროვნული თვისებების კომენტირება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, წარსულში არასოდეს შევჯახები ვარ კოლეგასთან თანამშრომლობის სირთულის ასეთ დონეს. არასოდეს. საქმე პიროვნებაში არ არის. საქმე ევროპული პროექტის არსშია. არსებობს სუპერავტორიტარული მმართველობა და კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ. ასე რომ ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნის, ევროპული საბჭოს ექს-პრეზიდენტის განცხადებებიდან ნათელია, რომ ბრიუსელში, სადაც სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, უზენაესი აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში მყოფმა პირმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყველა დემოკრატიული ბალანსი დაარღვია. ის, რასაც მიშელი სუპერავტორიტარულს უწოდებს, არის მოდელი, სადაც ევროკომისრებმა ფუნქცია დაკარგეს. გადაწყვეტილებები კი ერთპიროვნულად მიიღება და ხშირად ისინი კავშირისთვის საზიანოა. მას უნდა ემუშავა ერთიან ბაზარზე, არაფერი გაკეთებულა. მას უნდა ემუშავა ფინანსურ ბაზრებზე, არაფერი გაკეთებულა. ამ სფეროში შედეგი ნულოვანია და ეს ტრაგედია. მკაცრი ვარ, სასტიკი ვარ, იმიტომ რომ ეს შიგნიდან ვნახე. თუმცა შარლ მიშელი ერთადერთი არ არის, ვინც ბრიუსელის მმართველ ელიტაში არსებულ დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს. ევროკომისიის შიგნით არსებულ ჩაკეტილ ვერტიკალზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მყოფი, ყოფილი ევროკომისრებით საუბრობენ. ანუ ადამიანები, რომლებსაც წესით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბარი ხმა უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, ყოფილი ევროკომისარი ნიკოლას შმიტი ღიად აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენის მართვის სტილი ევროპისთვის საზიანოა. მისი თქმით, კოლეგიალური მმართველობის პრინციპი ჩაანაცვლა ჰიპერცენტრალიზებულმა სისტემამ. სისტემა თუ როგორ არის ორგანიზებული კოლეგია, ძალიან ცენტრალიზებული, უწოდეთ მას პრეზიდენტული თუ ნებისმიერი სხვა სისტემა, არ არის კარგი კოლეგიისთვის, არ არის კარგი კომისიისთვის და არ არის კარგი ზოგადად ევროპისთვის. კიდევ უფრო მწვავეა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსის, მიშელ ბარნიეს შეფასება. თავის მემუარებში ბარნიე პირდაპირ ადანაშაულებს ფონ დერ ლაიენს ავტორიტარულ გადახრაში. 74 წლის პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია ბოლო 6 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა. მიშელ ბარნიე ურსულა ფონ დერ ლაიენის დროს ბრიუსელში არსებულ ავტორიტარულ გადახრას აკრიტიკებს. 74 წლის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს გადახრა გაიზარდა ბოლო 6 წლის განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, რომელსაც ყველაფრის ერთპიროვნულად გადაწყვეტა სურს. ბარნიემ აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენის დროს კომისრები სულ უფრო მეტად იქცეოდნენ როგორც სუპერთექნოკრატები და არა როგორც პოლიტიკოსები. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ მედიამ ურსულა ფონ დერ ლაიენს არაერთხელ უწოდა ევროპის იმპერატრიცა. ეს მეტსახელი არა პატივისცემის, არამედ იმ საშიში ტენდენციის გამოხატულებაა, რომელიც ევროპული პროექტის ფუნდამენტს ეწინააღმდეგება, რასაც ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრენტონი ევროპის სირცხვილს უწოდებს. ზოგიერთ ბრიუსელურ გაზეთში ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპის იმპერატრიცად მოიხსენიებენ. ეს სამარცხვინოა ევროპისთვის, რომელიც არ აშენებულა იმისთვის, რომ მას იმპერატრიცა ან იმპერატორი ჰყოლოდა. ევროპა არის ბალანსი, რომელიც ემსახურება ზოგად ევროპულ ინტერესს.
და სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტის მთელი აბსურდულობა. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი კოლეგები ავტორიტარულ გადახრაში, სუპერთექნოკრატიზმსა და ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ, საქართველოდან ითხოვენ იმ სტანდარტებს, რომლებსაც თავად ბრიუსელში ფეხქვეშ თელავენ. ევროპის იმპერატრიცა და მისი გარემოცვა თბილისის დემოკრატიაზე ესაუბრება მაშინ, როდესაც თავად ევროპული დემოკრატიის პოლიტიკურ ფუნდამენტს, თანაბარ უფლებიანობის პრინციპს ანადგურებს და ერთპიროვნულად ცდილობს გადაწყვეტილებების მიღებას. ის და მისი მორჩილი კომისრები, ისეთები როგორებიც კალასი ან მარტა კოსია, საქართველოს უტარებენ დემოკრატიის გაკვეთილებს, მაშინ როდესაც მათი ხელმძღვანელი ივიწყებს იმ რეალურ ვალდებულებას, რაც გააჩნია, ანუ აღასრულოს წევრი სახელმწიფოების შეთანხმებული პოზიციები, თანაც ეს მაშინ, როდესაც ევროკომისია მისი არსით არ არის არჩევითი ორგანო. მათ ევროპელი ხალხი არ ირჩევს, არამედ ისინი დანიშნული ბიუროკრატები არიან. ამ ფონზე კი ურსულა ფონ დერ ლაიენი ძალაუფლების ორმაგ უზურპაციას ეწევა. ერთი რომ ევროკომისია, რომელიც ხალხს არ აურჩევია, ცდილობს წევრ სახელმწიფოებზე სრული კონტროლი დაამყაროს და მათი სუვერენული გადაწყვეტილებები ბრიუსელიდან გაგზავნილი დირექტივებით ჩაანაცვლოს. და მეორე, ევროკომისიის შიგნითაც კი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და საკუთარ ევროკომისრებსაც მორჩილების სტანდარტით არჩევს. რითაც კიდევ უფრო ამართლებს შერქმეულ მეტსახელს იმპერატრიცას. ამაზე პოლიტიკოს მიუთითებდა მის სტატიაში სახელით დედოფლობიდან იმპერატორობამდე. თავისი ახალი გუნდის წარდგენის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი იმაზე მეტ გავლენას ფლობს ვიდრე ოდესმე. საზოგადოებისთვის 26 კომისრისა და მათთვის განკუთვნილი როლების გაცნობისას ერთი რამ მაშინვე გახდა ნათელი. მას ექნება შეუზღუდავი კონტროლი ევროკავშირის პოლიტიკაზე. ძალაუფლების ხელში ჩაგდება დასრულდა. ის კიდევ უფრო მეტად გააკონტროლებს ყველაფერს, განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. ეს იყო მრავალთვიანი საჯარო თუ ფარული სტრატეგიის კულმინაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მისი პირველი ვადისდროინდელი განსხვავებული აზრის მქონე პირების ჩამოშორებას. პირველი გუნდიდან არც ერთი ოპონენტი აღარ დარჩენილა. თავისი პირველი ვადის განმავლობაში მან მოიპოვა ისეთი ადამიანის რეპუტაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, სცილდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან თიშავს ევროკავშირის სხვა ლიდერებს და მხოლოდ რამდენიმე მრჩეველს ენდობა. შედეგად ბრიუსელში მან მეტსახელი დედოფალი ურსულა დაიმსახურა. ხოდა როგორც ჩანს, დედოფალი ურსულა არა მხოლოდ წევრ ქვეყნებსა და მათ წარმომადგენელ კომისრებზე, არამედ კანონზე მაღლაც აყენებს თავს და მთლიანად კავშირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულადაც იღებს. და ამის ყველაზე სკანდალური მაგალითი ევროპის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ და გაუმჭვირვალე გარიგებას უკავშირდება, რომელიც ფაიზერგეიტის სკანდალითაა ცნობილი. კერძოდ საქმე ეხება ევროკომისიის პრეზიდენტსა და ფაიზერის გენერალურ დირექტორ ალბერტ ბურლას პირად ტექსტურ მიმოწერას. მესიჯებს, რომელთა გამოქვეყნებაზე ფონ დერ ლაიენი მტკიცედ ამბობს უარს მიუხედავად ევროკავშირის სასამართლოს მკაცრი გადაწყვეტილებისა 2025 წლის მაისში, რომელმაც იგი გამჭვირვალობისა და ანგარიშ ვალდებულების დარღვევისთვის მკაცრად გააკრიტიკა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ბრალდებებს ფონ დერ ლაიენის მიერ ძალაუფლების ცენტრალიზებასა და გაუმჭვირვალე მმართველობაზე ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების გულში. 35 milliards d'euros d'argent public. 35 მილიარდი ევროს ოდენობის საჯარო სახსრების შესახებ მოლაპარაკებები SMS-ის მეშვეობით გაიმართა. ეს ყველაფერი სატენდერო წინადადების გარეშე, მანდატის გარეშე, გამჭვირვალობის გარეშე მოხდა. ევროკავშირის სასამართლომ ეს დაადასტურა. თქვენ მარტო მოქმედებდით, ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოს გასცდით. ეს შეცდომა მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით. ფაიზერგეიტი ადმინისტრაციული შეცდომა არ არის. ეს გახლავთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს სიმბოლოა გაცილებით უფრო სერიოზული გადახვევისა და მიანიშნებს ევროპაზე, რომელიც ხალხის მიღმა ჭრდილში იმართება. თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში კომისია კერძო ინტერესების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემცირების იდეოლოგიის იარაღად გადაიქცა, რომელიც ხშირად უცხოა ჩვენი ცივილიზაციის ფუნდამენტური პრინციპებისთვის და რასაც თქვენ ევროპულ ღირებულებებს უწოდებთ, ძალიან ხშირად ემსგავსება ცენზურას იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს განსხვავებულად ფიქრს. ეს არის ის ევროპა, რომელსაც თქვენ იცავთ, ქალბატონო. ევროპა, სადაც გადაწყვეტილებები დებატების გარეშე მიიღება, ევროპა, რომელიც ასუსტებს ერებს და იმპერიად ქცევაზე ოცნებობს. ბრალდების ბოლო ნაწილი საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ მართული ევროკომისია და ბრიუსელის ევრობიუროკრატიაა განსაკუთრებით მოწადინებული ქართული სახელმწიფო დაიქვემდებაროს და მის სუვერენიტეტში უხეშად ჩაერიოს, რაც არაერთხელ გამოჩნდა, როგორც თბილისში, როდესაც ევრობიუროკრატები ანტისამთავრობო აქციებზე დროშებს აფრიალებდნენ, ისე ბრიუსელიდან, როდესაც ევროკრატები უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ ქვეყანას და დამატებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინაც არ ერიდებიან თქვან. ჩვენი შესაძლებლობა შევქმნათ პროევროპული ალტერნატივა პრორუსული გავლენის საპირწონედ არის სწორედ ის გზა, რომელიც წინ უნდა წამოვწიოთ.
ამაზე მეტი დადასტურება, რომ ევროკრატია ქვეყნის შიდა საქმეებში ხისტადერება რაღა უნდა იყოს. ისინი ერთი მხრივ ხელისუფლებას უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ ეგრეთ წოდებულ პრორუსულობაში. პარალელურად კი ალტერნატიული ძალების შექმნას აანონსებენ უცხო ქვეყნის შიგნით. და კომიკურია, რომ ეს ყოველივე ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობის მხილებების კასკადის პარალელურად ხდება. საინტერესოა, რომ ევრობიუროკრატები თვალს ხუჭავენ ფონ დერ ლაიენის მიერ მითვისებულ ძალაუფლებაზე და მთელ ენერგიას საქართველოს კრიტიკისკენ მიმართავენ. ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ის გზა, რომელსაც ისინი ადგენენ, ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ საჭიროა, რომ რეალურად დავინახოთ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით. და სწორედ აქ ჩანს კიდევ ერთხელ, როგორც ცდილობს ურსულა ფონ დერ ლაიენის ჯგუფი საკუთარი გავლენების შენარჩუნებასა და გავრცელებას, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. როგორც სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არ დაექვემდებარა ბრიუსელის დიქტატს, ისე ევროპის გულში. პუტინიზმისა და პრორუსულობის იარლიყი იქცა მათ პროპაგანდისტულ იარაღად ყველას წინააღმდეგ, ვინც გავედავს და ევრობიუროკრატიის მიერ გატარებულ პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. საქართველოს წინააღმდეგ ერთადერთი ბრალდება თუ დაუსაბუთებელი და უარგუმენტო პრორუსულობის იარლიყია, იგივე საკეთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმ ძალების მიმართ, ვინც მას თუნდაც ფაიზერგეიტის სკანდალის გამო მკაცრად აკრიტიკებდა. მაშინ მისი იმპიჩმენტის განხილვის დროს კრიტიკოსები ევროპის იმპერატრიცად წოდებულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა სწორედ პუტინის მარიონეტებად და ანტიდემოკრატიულ ძალებად შერაცხა. ნაცვლად დასმულ კითხვებზე პასუხისგაცემიცა. ჩვენ შევაბიჯეთ ეპოქაში და ეს თქვენს გესმით, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიასა და ანტილიბერალიზმს შორის. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მათ აქვთ რაიმე რეალური პასუხი, მაგრამ არსებობს უხვი მტკიცებულება იმისა, რომ მათი უმრავლესობა მხარდაჭერილია ჩვენი მტრების და მათი მარიონეტების მიერ, რუსეთში ან სხვაგან. თქვენი მხრიდან კი ისმის მოწოდებები, რომლებიც შეთქმულების თეორიებით საზრდოობს. ანტივაქსერებიდან დაწყებული პუტინის აპოლოგეტებით დასრულებული. რითაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფაქტობრივად ყველას განუცხადა, თუ მებრძვით მე, ებრძვით დემოკრატიას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი მხრიდან ძალაუფლების მითვისებას და ხიბლს, რომელიც ამ პროცესს ახლავს. და სწორედ ამ მეთოდით ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია გააჩუმოს სუვერენული სახელმწიფოებიც. ნებისმიერი განსხვავებული აზრი საქართველოში თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ავტომატურად ინათლება რუსულ ინტერესად. მაშინ როცა თავად ბრიუსელში სახეზეა ავტორიტარული გადახრა და დემოკრატიული კრიზისი. რასაც ყოფილ ევროკომისრებთან ერთად ახლა უკვე ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი შარლ მიშელიც ამხელს. ასე რომ დროსთან ერთად უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ადასტურებს, რომ ბრიუსელის მორალური კომპასი კარგახანია დაიკარგა იმ ჩრდილოვან მმართველობაში, რომელსაც ევროპის დღევანდელი ხელმძღვანელობა დემოკრატიის სახელით ფუთავს. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატებისთვის მთავარია არა ობიექტური რეალობა, არამედ მათივე დიქტატის გაძლიერება. შესაბამისად, მოვლენები სწორედ ამ პრიზმიდან აღიქმება. დიქტატის გაძლიერება შეიძლება ევროკავშირის რეპუტაცია ან მათივე იმიჯი შეეწიროს, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ბრიუსელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ჩამორთმევა, მართვის ბერკეტების საკუთარ ხელში მობილიზება და გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარება დიპ სტეიტის დავალებების შესასრულებლად. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.